მოგესალმებით, მოსატელებლებო ეთერშია საინფორმაციო გამოშვება დღის ახალი ამბებით. პროექტის განახლებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი კახეთის მხარეში შეხვედრა შედგა დღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრა გაიმართა კახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრის, კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების მუნიციპალური ფონდის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ გასული წლის ბოლოს განახორციელა ქალაქ თელავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების მონიტორინგი. შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. დასაწყისში მინდა აღნიშნო, რომ ძალიან დიდი წარმატება იყო ჩვენთვის ამ პროექტის დაწყება და განხორციელება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით ასეთი სისტემური მონიტორინგის ჩატარების საშუალება ხშირად არის გარკვეულება ხოლმე არასამთავრობო სექტორს. ჩვენ აბსოლუტურად სხვა მიმართულება ავიღეთ, თუმცა კომპონენტში მოვიცავდით ტურისტულ. პროექტი დაიწყო 2012 წლი და დასრულდა დღეს ფაქტიურად. პროექტში იყვნენ ჩართული სხვადასხვა ექსპერტები, იურისტი, არქიტექტორი და გაკეთდა სამართლებრივი და ანალიზი თუ რამდენი იყო შესაძლებელი, რამდენად იყო შეღწევადი შეზღუდული პირებისთვის ესა თუ ის ობიექტი. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, რომ ფაქტიურად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რომ თელავში ინფრასტრუქტურა რეაბილიტაციის მიუხედავად არ არის ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აქ მარტო ეტლით მოსარგებლია არ იგულისხმება, აქ კატეგორიის მქონე პირს ეხება. პროექტზე მუშაობის პერიოდში დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც საკმაოდ გახდა საზოგადოების რომ მიმდინარეობდა კახეთის რეგიონში ქალაქ თელავის რეაბილიტაციის პროცესი. ეს უნდა ყოფილიყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამუშაოები, უნდა მოეცვა მთელი თელავი და მოკლედ უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. მონიტორინგის შედეგად ჩვენ დიდი რეკომენდაციები შევიმუშავეთ, საკმაოდ ფართომასშტაბიანი. დაუკავშირდით ამაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, ეს იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც მიუწვეულ ობიექტზე რა უნდა შეცვლილიყო იმისთვის, რომ შეღწევადი მაინც ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მათი მხრიდან იყო სრული მზაობა, თუმცა ამის შემდეგ გარკვეული პროცესები მუნიციპალური განვითარების ფონდში შეიცვალა საკონტაქტო ის ადამიანები, რომელსაც ჩვენ პირობა დაგვიდეს, საერთოდ აღარ მუშაობდნენ, ამიტომ უმეტესობა რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხერხდა. გარდა თელავისა, ჩვენ გქონდა მონიტორინგი კახეთის რეგიონში მთლიანად აშენებულ საავადმყოფოებზე და რეაბილიტირებულ სკოლებზე. და აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ინფრასტრუქტურული ნაგებობებიდან 75% შეღწევადიც კი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არათუ სარგებლობა იყოს მათი შესაძლებელი. შესაძლებლობების პირთა გადაადგილების საკითხზე გამოკითხვა ჩაატარა ჩემმა კოლეგამ სამხარეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების საკითხი მეტად საყურადღებო თემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში და არც მანამდე ამ პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. თუ დავაკვირდებით სამდიდრებო თუ სხვა შენობა ნაგებობებს, მათ ძალიან იშვიათი შეგვხვდება, სადაც ისინი შეძლებენ უპრობლემოდ გადაადგილებას. უნდა იყოს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გადაადგილების საჭიროებები გათვალისწინებული. ამ კითხვაზე საზოგადოება ერთ აზრზე ჯერდება. რა არა პანდუსის მოწყობა. ბუნებრივია რომ იმიტომ რომ შეუქმნათ პირბირო იმათაც ხონდეთ საშუალება გამოვიდნენ, გამოისეირნონ ან პრობლემა აქვს რაიმე აუცილებლად უნდა იყოს კი. ეს ამაზე არ შეიძლება ამბილი მათი მოძრაობა. კი, დიახ, აუცილებლად. იმიტომ იმას გადასწრებდა ზოგსა და უნდა გაკეთდეს ეგ საქმე. კი, რა თქმა უნდა, რათა გაუადვილდეს დაადგილება მოძრაობა. კი, აუცილებლად. იმიტომ რომ თვითონ შეძრონ გადაადგილება და იგრძნო თავი, რომ ისინიც არიან საზოგადოების წევრები. ეს საზოგადოების ნაწილია და მათთვის აუცილებელია, როგორც დავდივართ. თელავის იაკობ გოგებაშვილის